მართლა ვიგებთ ამის დავატირეთო. ხონიდან ფაეტონი გამოვიძახეთ და ჩამსოდა ამ ქვევში და ოდიბარე. კი, კაცოვეთეოდი რიპიან ქონდა. ხობიო ჯოჯოხეთში ალბათ და ეგრევე კაცრად. უცხოლა თუაზე რომ გორში ჩამოვასწრო, რავი რა პრობლემაა მაგ. შეიძლება თუ არა დარტენილ თოფს თვალი შეუშვირო და გაუმარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა. გაუმარჯოს მაყურებელს. და დღეს ჩვენი სტუმარი არის მოაზროვნე, მონადირე, მეღვინე და გველთ მწოდნე. ოთარ სამაშვილი. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. აბა გაგვიმარჯოს ჩვენს მაყურებელთან ერთად. გაუმარჯოს თქვენს მაყურებელს და გაუმარჯოს თქვენ პოდკასტს. უღრმესი მადლობა. აქვე დავიწყებ სტანდარტული შეკითხვა გვაქვს ყველა სტუმართან. სამტრედიაში ფაეტონი თუ გიკატავიათ? ანუ inside ინფორმაციები გააქვთ, ხო? კი, რაღაცეები მომაწოდეს. კი, თან ხონიდან გამოვიძახეთ, ხონიდან. კი ბატონო, ეგეც მომაწოდეს ეგ ინფორმაცია. ვინკავთ ინფორმატორი ერთი. ავტო გავდიჯით. ბევრი იყო სამტრედიაში, ვინც ფაეტონით კატაობდა. როგორი იყო ეგ ისტორია, რავი, თუ საიდუმლო არ არის? საიდუმლო არაფერი არ არის, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ეგეთ გადაწყვეტილებას როგორც წესი ფხიზელ გონებაზე ვერ იღებ ადამიანი და რატომღაც გადავწყვიტეთ, ჩემი იდეა ნამდვილად არ იყო, ვერ დავიბრალებ, რომ მეორე დღეს იყო რაღაც რასადოროდის ტურნირის გახსნა და ფაეტონით მივიდეთ, რატო გადავწყვიტეთ არ ვიცით, მაგრამ მოკლედ ჩვენმა მეგობრებმა დარეკა სამტრედიაში ვერ ვიპოვეთ ფაეტონი, მოკლედ ვიპოვეთ რაღაცა ნომერი, რომელსაც ყავდა ფაეტონი ხონში და დილისთვის ხო თან ის იყო რა ქვია. რაღაც თორსები 200 ლარი იღე ისე და მიარღნეს თუ გინდა 50-ად დავამატებ აბარა არღნის გარეშე ფაეტონი ვის გაუღია. აუ რა გენიალური რაღაცაა. გუნდი შეიძლება გავაკეთოთ ეგ. ყველაზე სესულელი ის იყო რომ ეს ღამე გადაწყვეტილება მივიღეთ და თვალგონებაზე, მაგრამ დილას არავის არ გვახსოვდა და ამოდის ის ესა რა სასტუმროს ვინც არის რა ვიცი ეგ მენეჯერი თუ რაღაცა და თქვენი ეკიპაჟი მოსულია და გელოდებათო და ვისაჯაყირებ რა ეკიპაჟი ჩადიხარ ფაეტონი ფაეტონი და მიარღნე გადავიხედეთ და ფაეტონი და მიარღნე და აუჩენი ამდენი არ უნდა დაგვეყი ამდენი რატო დავლი აუ რა გენიალური რაღაცაა პროსტა რა ნასვამზე რომ ფაეტონი გინდა დილით რა ხო მაგრამ დილას პროსტა ისტიბარი აღარ გავიტეხეს თორე ისე ნაბახუზებზე გამოსასვლელად ფაეტონით წახვედით ბარემ დილას არა ტურნირზე მივდიოდით და ნუ იქ რაღაცა ეგ აღარ არის ეგ მოსაყოლი იქ რაღაცა გახსნა მიდის და იქ რაღაცა რაიონის ხელმძღვანელობა და კულტურის გაყოფილების უფროსი გამოდის სიტყვით რომ ჩვენ გვიხარია რომ ეს ცნობილი მოაზროვნეები და ჩვენ ქალაქში ინტელექტის ზეიმია და რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებია და ამ დროს შემოდით ფაეტონი არღანი და 5 კაცი შამპანურის ბოთლებით აი მოაზროვნეები მოსიძეებდა გვაგდებდა კლუბიდან შემარცხველები და თავის მომჭრელები ხართო აუ რა კაი რაღაცა ზოგონდი შუეჭველი რა სადმე უნდა მივიდეთ ფაეტონის ბედაში ჯერ მოაზროვნეები გავხდეთ და ხო მერე შეგვიძლია მერე გაქვს უფლება ეხლა სახელს და გვერდს დავასახელებ და იდეის ავტორი ვინც იყო და ვინც ყველაფერი იჩალიჩა თუ გინდა გაგაცნოთ იმ ბიჭს გაიბიჭია და დიდისია ნომერის ექნება თან ფაეტონის ნომერის ეწერება და თანახმა ორსია სამტრედიაში და ხონში რომ მოხვდებით მოკლედ ჩვენ ბარემ ხონში დავლიოთ და სამტრედიაში წავიდეთ ის აღარ დაგჭირდება ჩაბოყარე ხო მე არღნეც იქვე იქნება ადგილზე ანუ კარგი სიმთვრალე გაქვს კი ძალიან ბევრი ისტორია გექნება ეგეთი არა სიმთვრალე ხო მარტივია რა ეხლა თვალი ადამიანი ლაპარაკობს იმას რასაც ფხიზელი ვერ ბედავს და თუ სიფხიზლეში კაი ადამიანი ხარ და მგონია რომ კაი ადამიანი ვარ შესაბამისად სიმთვრალეშიც არ მოგიხტება ის ბოროტება და სუდი ამბები არა ისე ეგ ისტორიები ასწორებს რა მაგის ხათრით ღირს ხოლმე მაგის და პახა თავგადასავლის ამბავი ხო ძალიან ასწორებს ეგ და პახა ეგ არის ხოლმე ძალიან კაი ჩვენ ვეძახით რასადროდის ტურიზმს მაგას რა ანუ ძალიან ბევრ სოფლიოს ქალაქებში ხო ლვოვში დავდიოდით ხოლმე ადრე ოდესაში სანამ კარგი დრო იყო და
ეს ცუდი სახელმწიფო არ დაიწყებდა ომს მანამდე და პრაღაში, მიუნხენში, ბაქოში, ყველგან ტარდება რიგაში, ყველგან ტარდება რაღაც რასადორობის ტურნირები და საქართველოს ნაკრებს ყოველთვის აქვს ერთი, ასე ვთქვათ, კვოტა ადგილი გამოყოფილი რა, საქართველოს ნაკრები ყოველთვის მივდივართ ხოლმე. ხანდახან ორი გუნდით მივდივართ ხოლმე, ერთი გუნდი მიდის მართლა საქართველოს ნაკრები, რომელიც სათამაშოდ და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მეორე გუნდი მივდივართ, ასე ვთქვათ, თანამდები ელემენტები, რომელიც ლუდის დასალევად პრაღაში და ბაქთვარი სადმე იდეალური ისინი იქნება რა. და კაია ხოლმე რა, ახლა ჩამოსული მთელი მსოფლიოდან ტიპები და ახლა ზეითად რუსულენოვნები თამაშობენ ამას, მაგრამ ნუ ახლა არის ამერიკის ნაკრებიც, ისრაელის ნაკრებიც, გერმანიის ნაკრებიც და რასადროდის მაგარი ის არის, ძალიან ფართო. კაი სიტუაციებია ხოლმე, მოკლედ რა. ხო, წარმომიდგენ. ისე ლუდებში რომელს გამოვარჩევთ. აქვე ხო, ბოდიში სანამ დაიწყებთ, ლუდისას ჩვენს წარმდგენს დიდი მადლობა. გვერდში დგომისთვის და ბავარიას ჩვენ მეგობარ ლუდს ასევე დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად არის. ბავარია კი კაია, მაგრამ აი მოусმინოს. ეს მე ლუდი მოგითხრა რომ მაინც ხო, არა, მე ძირითადად ბელგიური მიყვარს, მაგრამ მოდი ლუდზე თუ გინდათ ამომწურავად ილაპარაკო, ხო, მოაზროვნეებს იმაზე, გიორგი ბაქრაძე ეგეცოინებათ, აი ლუდის აღიარებული ექსპერტი. კი ბატონო. ეხლა წიგნსაც წერს ლუდების შესახებ და შესაბამისად თუ გიორგის მოიწევთ ლუდის თაობაზე პროფესიონალურად დაგელაპარაკება თან 3 საათი ისე შეუძლია ლუდზე ილაპარაკოს რომ აი თან ძალიან საინტერესო მოსაუბრია გიორგი ძალიან და დამდილად კი ბატონო ლუდის შესახებ იმხელა ცოდნა აქვს რომ აი რა ვიცი რა ალბათ მართლა იშვიათია უნიკალური ადამიანია მარტო საქართველოში არა სოფლიოშიც რომელსაც ლუდის შესახებ ამდენი რაღაცა იცის და ასე რომ ველოდებით სტუმრად მე ლუდი რომ ძალიან არ მიყვარდა მოკლედ გიორგი ამას ვერაფსოეს ვერ იტანდა რა და მე რაღაც თავისი ეს ფავორიტი ლუდები გამასინჯა და შესაბამისად მე კაილუდის იმაში შემიყვანა ხო ეს ბელგიური ლუდები ისინი როა ეს მონასტრის ლუდები და ისინი მართლა ძალიან კაია და ძალიან გემრიელი და ესეთია რა და ისე ხა გასაგრილებლად ერთი კათხა ყოველთვის კარგია ხოლმე მაგრამ მე ლუდის დიდი ექსპერტი და სპეციალისტი არ ვახავ ღვინო ხო უფრო ხო ღვინო ყველაზე ისეთი შეულისასმელია ალბათ ჩვენთვის ხო როგორც ხო ნუ ახლა როგორ გითხრათ ბავშვობიდან მე კახელი ვარ მანაველი ვარ წარმოშობით ზაფხულში არდაგებზე რომ ჩავდიოდი ხოლმე მთელი ჩემი ცხოვრება რა ვიცი ალბათ 8-10 წლიდან მოყოლებული პაპას მიმყავდი ვენახში და ვეხმარებოდი და ნუ ახლა იქ მაშინ ეგეთი თემა არ იყო იქ ბავშვის უფლებები და ეგეთი რაღაცა მაშინ ხო ისეთი ვენახში წამო ვენახში მომეხმარე უარის პოდის არ იყო მაგრამ ხურზე ხელი და სიმართლე გითხრა არც ვეზარებოდა ხოლმე ძალიან რა ახლა კი ის არის ზაფხულია და ასე მაგრამ ეს ვენახი რაღაც მიყვარდა და მე რა ის ხო ხოლმე ჩემი აუცილებელი მუდმივი საქმე სადღაც 13-14 წელს რო გავხდი ქვევრის გარეთ ხო იმენა ჩემი პირადი მოვალეობა იყო ხოლმე და ჩამსვავდა ამ ქვევრში და კი კაცო მეტეოდი რიპი არ ქონდა ჩავდიოდი იმასავე არა და ყველაზე საფასუხისმგებლოდ ან ყველაზე ისეთი საქმე ეგ არის ხო ხო ოღონდ ახლა არ გეგონოს რომ მე მანდობდა მაგას ანუ რა თქმა უნდა თავზებად გაესა და აი მე-12 ხელს რომ მოვავლებ უკვე კაროჩე და უკვე რო აი აბსოლუტურად სუფთა წყალი რო ამოდის ამავე უწყალს კიდე მუჩში დაიგო დასუნავდა და არა კიდე ერთი რა ის სანამ იდეალურ კრიალებამდე არ მიიყვანდა ქვევრს მანამდე ვარიანტი არ იყო აი კაი გარიცხვა სჭირდება ალბათ 1-2 საათნახევარი 3 საათი ეხლა ქვევრში აყენებ შენ თვითონ ღვინოებს თუ ხო მე მარანს ვაპირებ ეხლა ნაქირავე მარანში ვაყენებ წელს მაქვს პირველი მოსავალი რა და მომავალი წლისთვის რა ვიცი იმედი მაქვს რომ უკვე ჩემი მარანი მექნება და ძირითადად ქვევრი კი და როგორც ვიცი ბიოს კი აბსოლუტურად გაშენების პირველი დღიდან თლიანად ბიოს ვაკეთებ ანუ ქიმიური სასუქი არ მიხმარია არაფერი მარტო ორგანული სასუქი ავის თავისი ჭიაყელები და ამბები და მოკლედ ბიოჰუმუსები და კანცერში გაქვს მოყოლილი ისტორია ვგიჟდები მაგ ისტორიაზე ლოკოკინებზე დავდიოდი და ინდაურებს რეცეპტი რომ მეჭვია ლოკოკინა ეგ არის შედევრი ისტორია ძალიან გენიალური იყო ტიპების სახე რომ მივიდოდი და ინდაურები ხო ყავთ და კი და ნუ ეხლა ზოგი შორიდან იცნობს ენის არა ხარ ხო აი მიშვილი რაღაცა და ხო შვილო რა გინდა და ინდაურები ყავთ მეთქი და კი ყავსო და ეთი ლოკოკინები რო გავასინჯოს ბანკიდან ერთი ორი
ჯამის სინჯოს ლოკოკი და გენიალური ისტორია. ისე გამოვიდა მე საბოლოო ჯამში რამე მაგრამ როგორ მაგისგან. თქვენ თიცი რაღაცა მე რაღაცა ნაწილი ხელით გავაცელე და მე რაღაცა ნაწილმა დამანება თავი. მოკლედ ინდაურებმა ვერ შეჭამეს. ინდაურებისგან არაფერი არ გამოვიდა რა და მე მირჩიეს რომ იხვები ჭამენო, მაგრამ ამასობაში ის ლოკოკინები თავისით გაქრენ და წელს აღარ გამოჩეილან მოკლედ და იხვები და ინდაურები აღარ დამჭირდა რა. გასაგებია, კაია. კაია რომ დადიხარ და მე რაღაც ინტერვიუ ვნახე ის ვიცი როგორ ოთარის მწვანე ეგრე ამბობდი ხო იმას ღვინო მინდაო ყველაზე კარგი ღვინო უნდა იყოს ეგო ხო ნუ რაღაც მიზანი ხო უნდა გქონდეს ახლა ჩვეულებრივის და ცუდის გაკეთება თუ გინდა არ უნდა დაიწყოს საერთოდ და კი ბატონო. ხო ღვინომიც მაგრამ მიყვარს 10 წლიანი მიზანი ეგეთი მაქვს რომ საუკეთესო უნის წარმოებელი ვიყო კონკრეტულად მანავის რეგიონში, მაგრამ ძალიან ბევრი კაი მწარმოებელია, ვაფშე არ არის ეგადული მისაღწევი მიზანი, მაგრამ მე ჩემს შევეცდები და ვნახოთ. ის ბიოღვინო რო უნდა რასაც ეძახიან ხა ძალიან ის არის ვაფშე ტრენდულია და მოდაშია ძალიან ბევრს უყვარს რა ექსპორტზე მაგრა გადის როგორც იცი და მანამდეც მომზადება ხო უნდა მიწას სანამ ვაფშე ვენახს გააშენებ სანამ აი მაგას ვიძახი რომ სავიდა სანამ გააშენებ ხო ეხლა აუცილებლად მიწას უნდა რაღაცა განაყოფიერება განოყიერება რა და როგორც ეს კეთდება ქიმიური სასუქით ეხლა ამაში რამე კრიმინალი და დამნაშავე კი არ არის კაცო ჩვეულებრივად აშენებენ ვენახებს და პრობლემა არ არის არანაირი, მაგრამ ნუ ეხლა რახან ბიოზე გაქვს პრეტენზია, ეს ბიო უფრო ძვირით ჩდება და უფრო რთული მოსავლელიც არის, რაც ყველაზე მთავარია ეხლა წელს მაგალითად მე არა მაქვს იდეალური მოსავალი გამიმფუჭდა, იმიტომ რომ როდესაც სისტემურ პრეპარატებს არ ხმარობ, ქიმიურ პრეპარატებს ყოველთვის უფრო მაღალი რისკია, რომ დაავადებება ჭრაკმა, ნაცარმა და ასე შემდეგ. აგიფუჭოს წელს მე ეხლა სადღაც ალბათ 30% მოსავლის დავკარგე რა. ვა რომელიც თქვათ არაბიოს შემთხვევაში ალბათ არ დავკარგავდი, იმიტომ რომ ის წამლები უფრო კარგად იჭერს ამ დაავადებებს ვიდრე ბიოწამლები, მაგრამ ახან ეგ მიმართულება არჩეული გაქვს, მაგის ღალატი და გადასვლა აღარ შეიძლება ახლა. ეგ 30% რამ ტონობაში რამდენი იქნება? ნუ წელს პირველი მოსავალია, წელს ბევრი არაფერი არ არის, წელს სადღაც 8 ტონას, 9 ტონას ველოდებოდი და ალბათ 5-6 ტონას დავკრეფავ რა. კი ბატონო. წელს არის პირველი წელი და მომავალ წელიდან უკვე სრულ ხომერობაში რო შევა სადღაც 20 ტონამდე ავა რა. ვა 20 ტონა. ყურძენი ღვინო ანუ ის არის ხო რა მაინტერესებდა რა არის ყველაზე მეტი დანაშაული ღვინოსთან მიმართებაში როდესაც აკეთებ ღვინოს ალბათ აი შენი გადმოსახედი და რა იყო რა შეიძლება ყველაზე მეტი გააფუჭო რა ცუდ ხელში გაფუჭებულ ხელში რას ხო ეგ არის შენი ალბათ ხო რა იმიტომ რომ ბევრი აკეთებს მაგას ჩემთვის ალბათ გაბევრება არის ალბათ გაბევრებას და ეგეთ ხო ნუ ახლა გაბევრებას და წალს და სპირტზე შაქარს საერთოდ მე მაგას ღვინოს არ ვეძახი ანუ ეგ ისეთი რა ვიცი ცალკე კვაბია ჯოჯოხეთში ალბათ და ეგრევე კაცრად ხო და იმაში იმავე სითხეში ვიხარშე იმავე სითხეში ვიხარშებიან ფალსიფიცირებულ ღვინოში ხარშავენ არა რა საშინელება ეგ რავი აი ძალიან ხო ნუ სამწუხაროდ იყო და დღესაც არის და ალაგ-ალაგ და არის კი რომ ახლა მასაკნიან მაგრამ ეგეც რა ვიცი იმ უბედურების შედეგია როდესაც გქონდა საუბარი რაოდენობაზე და კაციშვილი არ უყურებდა ხარისხს რა და ეხლა საქართველოს მეღვინეობა ძალიან მაგრა დაწია მაგან უკანა აი ძალიან მაგრა რომ ამ 60-იან და 70-იან მქონია ძალიან მაგარი ჩვენ ხო ჩივასი ყოფილა ძალიან კაი გორში აკეთებენო ბელუგა და გრეიბუსი გამოდის თურმე სასწაული გორში მაგარი ქარხანა გვაქვს მაგის ეგ ამბავი რო გაწყდა და ის რა ქვია მაგას რო დაიჭირეს და რაღაცა და სპარში რო ჩივასზე 50%-იანი პასტა გაკეთეს ეგრევე 40 ამომყიდოთო იქნება ეს მაგრამ არა იმათ არც ესოსინებოდა საიდან არის მე მაინტერესებს რა აწერია უკან ანუ საიდან არის გულწრფელად აწერია არა კაცო რა გულწრფელად ელაბა თავის გულწრფელად არ დაიჭირათ კაცო ეგ არის მუღამი რო გულწრფელად თუ აწერო გორში ჩამოვასწრო რავი რა პრობლემაა მაგით ბიჭო იმდენად ნაგლობა არის ისეც ხო ამხელა ქარხანა გაქვს რაღაც და აი რავი რაღაცა შენი გააკეთე შენი დაარქვი და ჩივას ყიდულობს ხო იმასაც იყიდიან რა მოგწონს ნაჭით რა ისიც ფალსიფიცირებულის და რა მაგრამ მე დაიქმია
მაშინ ჩივას რო ყიდულობ გასინჯავ და გორში არის ჩავ თუ გიყვარს ვიცი უნდა ხდებოდე რავი ეჭვი მაქვს რო გასხოვებული ცოტათი გასხოვებული გებო მეკურდა ბიჭო ჩივასი გორში უფრო იაფიხირდა ეთქვა ტრანსპორტირება აკეთებოდა თბილისში მეორე 5 ლარით იაფია თბილისამდე მარშრუტი შეძლო ხალხის გოძე რო მაღაზია იყო იქ რაფასი იქნებოდა ახლა ვაფშე ეგრევე რო გადაქონდათ ხალხიდან ხო და გორში სუფრაზე რამდენჯერაც მოხდა სუჩივასი უძოს ბიჭო რატო რა ევასებად ჩივასი და რამოდენიმე ის იყო ხო კიდე ბელუგა გრეიგუსი ბელვედერი და რაღაც ზვირიანი ყველა ზვირიანი რაც არის ხო გრეიგუსი და ის ბელუგა ეხლა ყველა ზვირიანი არაყია კაია რომ ისეთი არაფერი არ შემხვდა რასაც სისტემატიურად ცვა არა კაია რომ არავინ არ დაშავდა მაგით ფინანსურად რა თქმა უნდა ყიდულობ გრეიგუს და მოაქვთ რაღაცა გორში ჩამოსმული მაგრამ არავინ არ მოიწამლა არ დაბრმავდა ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს მაგრამ რაღაცა კარგად აკეთებდნენ შეიძლება შეიძლება რატო დახურეს უხარისხო სპირტით არა გაიხდა დასაბლოებელი რაღაცა 90 აუ დაიწყე მაგაზე მაგარ ამბოს მოგიყვები მოკლედ 90-იან წლებში მომიწია მე სტუდენტობა და მაღლივში ვსწავლობდი და მაღლივის წინ მოკლედ ვიცი რომ ჯიხური ქვია მაგრამ ბუტკა იდგა რა და ეგრე უხდება ბუტკა იყო ის ჯიხური არ იყო იმენა ბუტკა იყო რა და იქ იყიდებოდა რაღაც გამოჩნდა იაფი ახლა 92 წელს გაჭირებული სტუდენტს ახლა წარმოვიდგინე რა ფული გა კუპონი და რაღაცა საშინელება და ფეხით ადიხარ რა იმედა რა ქვია მეტროთი თუ მიხვიდოდი დელისის მეტრომდე დელისის მეტროდან მე ფეხით მაღლივამდე შანსი არ იყო იქ რას გაყვებოდი გამოჩნდა რაღაცა არაყი მუსტანგი მაგრამ ახსოვს და ღირდა იაფი ძალიან რა კაროჩე რაც სხვა არყები ღირდა იმის ნახევარი ფასი ღირდა მაგრამ რაღაცა პერაშკი და რაღაცა ვიყიდეთ და მოკლედ 4 ჯგუფელებმა ეს არაყი მუსტანგი დავლიეთ სახელი გაიჭვებს აქედან ორი მოხდა სამონტყოფოში რა ну ახლა დაბრუნების და იმების გარეშე მაგრამ რაღაც გადასხმები დასჭიდათ და გავიდა 1-2 კვირა და ბიჭო ეს კი გვახსოვს მაგრამ არა გვაქვს ფული რა და ისეთი პუნქტია რომ ვიფიქრეთ რომ ახლა მაინც პირველ კურსელები გამოუცდელები ეთყობა ვერ მიიღეს კარგად რაღაცა ორგანიზმი და მაინც და მაინც არყისთვის ადაგვიბრალებია და დავლიეთ 6-მა და 3 ისო სამონტყოფოში მოხვდა ხოდა რაღაცა ხოდა უკვე სერიოზულად ვეშმეთ ამბავი და ვეზელი ხო არ იყო ცუდი ხოდა ახლა უყურე მე ყველაზე კაი ფინალი აქვს მაგ ისტორიას რა ამ 3 სამონტყოფოდან მოხვედრილი ერთ-ერთის ბიძა რაღაც ერთი ცოტა ნახევრად კრიმინალური ავტორიტეტი და რაღაცა ეგეთი ტიპი იყო და მოკლედ გაიგო სადის წარმოებოდა ეს არაყი მუსტანგი თავის მაკაცებთან ერთად მიუვარდა და ის რაღაცა კუსტარული ცეხი რომელიც ვანაში რო ასხავდნენ დაურბია დაულეცა დედაუტირა და იმის მერე არაყი აღარ გამოსულა ბაზარმა დაარეგულირა როგორც ბაზარი იყო ისე დარეგულირდა რა სანქციები შესაბამისი შეხვდა და ნამდვილად მუსტანგი არ მახსოვდა ვაფშე ის მახსოვს რა ქვია ჯოკერი მახსოვს ჯოკერი ჩამოსასმელი მე 92-93 წელს გეუბნები მაშინ ბავშვი იქნებოდი მაშინ დაბადებული წარი ხო აი მაშინ ვერ გეხსოვება და თან მაგარყის სულ 2 კვირა გაგზელდა მაგარყის ეპოპეა და всё იმის მე აღარ გამოჩენილა 2 კვირა და 2 მყიდველი იყო ხო მარტო ნუ ალბათ ხმის მაგრამ მუსტანგი ეგრევე თაროებიდან ამოიღეს პასდაკლებები და ადეს 100%-იანი არა ხო ნუ მაგ პერიოდში განსაკუთრებით ჩვენ ბავშვობაში ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ იყო ეგ შემორჩენილი რაღაცა არის ჩამოსული ჯერ კიდევ ნუ ბავშვობაში რაღა გინდა აგერ ხო გორში ასხავდნენ ეხლა და ჯოკერი მახსოვს რა ის რო შეგეძლო 200 გრამი ჩამომის 200 გრამი ნახევარი აკვარიუმები ვის რაღაცა რო გახო პროსტა ისე რომ მაგითხრობ ბიჭო აი პრინციპში სამლარიან ჭაჭას ვყიდულობდი ხოლმე აგრას მაგ პერიოდში სტუდენტობის პერიოდში ხილბოსტანში სამლარიანი ჭაჭა და ლიმონი დაჭერე ლიმონი მოაყარე შაქარი ჩაასხი შიგნით დააყენე 1-2-3 საათი და გამოდის კანფეტი და სალადი რაღაცა რა გენიალური შედევრი არა ხო ამდენჯერ გამიკეთები საგვარეულო რეცეპტია მამა ჩემი აკეთებდა დავიწყო მამა პაპიდან რო შემოგჭება რეცეპტი ხო აი ხა არ იყო საშუალება მაშინ რომ მე არ მქონდა მაგის საშუალება რომ წავსულიყავი და რაღაც ნორმალური აი ნემიროვი თუ დავითრევდით გუგუნებდით მაგრამ არ იყო რა მაგის საშუალება და ეხა ლიტრა ჭაჭა 6 ლარი 2 ლიმონი რაღაცა 3 ლარი 2 ლარი
ეგ არის ვალარში გამოდიოდი იდეალური ვალარში გასასწრებელი და ერთი ковზი შაქარი რა პრობლემაა ის დამწყები მეღვინეებს რას ურჩევდი ეგ მაინტერესებს შენ მე თავად დამწყები მეღვინე ვარ ასე რომ აი ჩააბარე ხო მაგამ ბავშვი ხო დავამთავრე ხო იყავი იმის დირექტორი ხო მაგრამ მეღვინე არ ყოფილვარ შადომოქმედი დირექტორი ვიყავ ეხლა რა თქმა უნდა შეხება მქონდა წეგან მაგას ყვებოდი ბავშვობიდან ეხლა ყურძენთანაც და ღვინოსთანაც ეხლა მე ღვინოს დაყენებასაც მონაწილეობა მიმიღია მაგრამ როგორ იყო ის რაღაც ფრაგმენტული ცოდნა მქონდა რა გაფანტული ანუ რაღაცები ვიცოდი კი ეხლა ნულიდან არ ვიყავ მაგრამ კარგად მაინც ერკვევი რა რაც არ ხო კი ბატონო მაგრამ ეხლა როგორც ეგეთი სისტემატიზირებული და ჩამოყალიბებული ცოდნა არ მქონდა მეღვინეობაში და შაშან მაგიტომ ჩავაბარე რა ეს რაღაც ძალიან კარგი კურსია თუ ვინმე დაინტერესებულია ყველას ურჩევ ძალიან აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზეა ეს ერთწლიანი კურსი მეღვინეობა მევენახეობის და გადასარევი ლექტორები, აი რა ვიცი, ძალიან მცოდნე თავის საქმის და ძალიან კარგი ლექტორები და თან ძალიან კარგად არის კურსი ორგანიზებული თავის პრაქტიკულებით, თავის იმით, ანუ სამშაბათს გაქვს მეღვინეობის ლექცია და შაბათს გაქვს პრაქტიკული. კაი მარანი აქვს პატარა იქ მოწყობილი და რაც სამშაბათს გასწავლეს, შაბათს იმას შენი ხელით აკეთებ რა, ანალიზის გაკეთება თუ დაწურვა და დაყენება და გაკრას ისე იწყება სექტემბერში რო იწყება. აი ეს თავის პატარა ვენახიც აქვს და უკვე სექტემბრის ბოლოს ყურძენს წურავ, მე ამ ღვინოს მთელი წელი ული აკეთებ და ეხლა მაისში უკვე ჩამოვასხეთ რა. ანუ ფაქტიურად როგორც მიდიხარ კურსი და რასაც სწავლობ, შესაბამისად გადაგაკ პრაქტიკაში და ძალიან საინტერესოა და მართლა ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რაც ყველაზე მთავარია ის ფრაგმენტული ცოდნები, რაც მქონდა სისტემატიზაცია გაუკეთე და რაღაცა ესე მწყობრად იმას აკნა რა. ჩაგვილაგეს თავში ამ კარგმა ხალხმა ჩვენმა ლექტორებმა და მაგ კურსზე რო მივიდე და უბრალოდ ბოლო მონაკოც აი დალევასაც მართლა ეგ რო გავიარო შე აი ბოლო მარტო ბოლო მაინტერესებს ბოლოს უნდა ჩაიწყო უყურე პირველ ლექციაზე რომ მიხვალ ხო ყველა ძალიან მაგარი ლექტორი მყავდა არ მინდო მე გამოყო მაგრამ აი ბატონი დავით ჩიჩუას ორ ლექციაზე რომ მოხვდები მეღვინეობას ვინც გასწავლე და აი მესამე ლექციაზე როგორ გაიქცევი იცი რომ იმდენად საინტერესო ადამიანია და საინტერესო მოსაუბრეა რომ აი შეგაყვარებს აუცილებლად რა. ხო, აი მე და ყველა დანარჩენი უბრალოდ ერთ სახელი გამოვარჩიე, მაგრამ ყველა დანარჩენი ვინც ხარიან ძალიან კარგი სპეციალისტები და ძალიან კაი ლექტორები არიან რა. მე ხა სიამოვნებით მაგას პირობითად გავივლიდი, უბრალოდ აი მიწა მაქვს ზესტაფონში. იქ სიარული ვენახის მოსავლელად არის აი ნუ ძალიან რთული. შენთვის არ იქნება ცუდი ისე რო გაიარო ეგ. მე მიყვარს ეგ თემა. მეც მუშაობდი შილდაში. ფინანსებში იდეაში, მაგრამ მქონდა შეხება მაინც ასე თუ ისე რაღაცებში გავერკვია. იშვებდნენ ხოლმე კარხანაში და სვამდი იგიში ვიცი. წავიდა და ნიბლინებაში მივდივარ რომ კარხანაში იქ დახვდებოდნენ ბუღალტერი მოვიდაო არიქაო. აბა ღვინო აბა ეს და საქმე საკეთებდა. ხელფასი ამის დასაწყისი იყო ასლია. პირველი ჩასვლა იყო ძალიან კაი, უპირველად რომ დავიწყე თავიდან, მალევე გამიშვეს რა და ყველას ვეგონი აუდიტი რო ჩავედი. და ნუ ძალიან შიშით და იმით გიყურებენ თავიდან, ეს მორიდებით რაღაცის და არ ვიცოდ მეთქი რა ხდება, რა ჩავედი, არამე საფერ შემოუთავაზებია. ისე ვარ რა. მოგზაურობ რაღაც და მე რო გავის რა ქვია, გაბაზრდა და ეკრევე. აბა კაი ის რა ქვია, კონიაკი გაგვისინჯე, ის რაღაც და ეს სუფრები მოიხოდა და გასა. სადაც ვიყავი სასტუმროში პანდემიის პერიოდში ვიყავ ერთხელ. მე პირველად როცა ვიყავი და ის თვითონ სასტუმროს მეპატრონესაც ის ქონდა. ხო ყველას აქ ვაფშე ის და იქაც ყოველ საღამოს რო ბრუნდებოდი მარანში და ლეო მიდიოდა ხოლმე. კახეთში მეუბნება კაია. კახეთში გემრიელი ზოგადად კაია. მე ძალიან მიყვარს იქ თქვა ეს რა. ყვარელში დავდიოდით არაერთხელ ყოფილვარ რაღაც. ძალიან კაი. ძალიან ლამაზი, კაი, გემრიელი, ხო? ყველა ვარიანტში და ნუ ზოგადად სასწაული. და ის რა ქვია ნადირობაზე მინდოდა მეკითხა. მე ტატოსგან შედგა ჩვენი კონტაქტი, через ტატოთი ესე რო ვთქვათ. და ისო რა ქვია, ტატო რო ვკითხე რომ მეთქი იქთან მკითხო თუ ეცლება რაღაცას თუ მოვასტუმრად თქო. ბიჭო, წინასწარ უნდა გავაფრთხილო ერთი კვირით ადრეო მინიმუმად, რატომ მეთქი და შეიძლება სანადიროთ იყოსო რა და წინასწარ თუ არ უთხარიო, უეჭველი სანადირობას არ გამაზავსო და თან ეხა სეზონიაო და წინა კვირას ვიყავი რა, ეს წინა კვირას ვიყავი. როგორია ნადირო? მე სულ მქონდა მუღამი წასვლის და ვერაზროს ვერ მოვახერხე რა. იცი რა არის ძალიან როგორც ახლა ღვინის გემო როგორც ვერ ახსდი ვერანაირად თეორიულად თუ არ გასინჯე ხო? ისე ეგეც არის ახლა სამწუხაროდ როგორ არის რომ როგორც ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში ეგეც ცოტა უკუღმართი ისინი აქვს მიღებული ფორმები რა და
ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იძახეს მონადირეს ეძახის თავის თავს და ზოგადად მონადირეს ეძახიან, რომელიც რეალურად ბრაკონიერია და არ არის ჭეშმარიტი მონადირე რა და შესაბამისად მე ძალიან ბევრგან მიღია უკვე ის რომ მონადირეების მიმართ დამოკიდებულებაც ძალიან გაფუჭებულია. და შესაბამისად მონადირეს აიუქოვენ რაღაც როგორც ბუნების მტერს, კვლელს და ეგეთ ადამიანს რა და აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე, ვინც ნამდვილი მონადირეა და ვინც ბუნებას უფრთხილდება და ვინც ბუნებას ის ყველა ვარიანტში ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით 2020 თუ 21 წელს ჩაატარეს დიდი კვლევა სოფლიოს მასშტაბით რომ ბოლო 100 წელიწადში 1920-იანებიდან 2020-მდე ნადირი ფრინველის რაოდენობა და ზოგადად ველური ბუნების მდგომარეობა რამდენად შეიცვალა სხვადასხვა ქვეყანაში. ორ-ორი ქვეყანა იყო სოფლიოში, რომელშიც 100 წელიწადში ნადირი ფრინველის რიცხოვნობა გაიზარდა. დანარჩენი ყველგან შემცირდა, ანუ აფრიკის ყველა ქვეყანაში რა თქმა უნდა და აი აბსოლუტურად სულ ყველგან. ორ-ორი ქვეყანა, სადაც გაიზარდა, იყო კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. სადაც მკაცრი რეგულაციებია ბაქეთით. სადაც ერთ სულ მოსახლეზე სოფლიოში ყველაზე მეტი მონადირეა კანადაში და მეორე ადგილზე ამერიკა. აჰა. და პირიქით, ანუ ხო რა, და იცავენ წესებს და იმას ნადირობის. რომელმაც 1900-იან წლებში დაიწყეს ამერიკაში, აი ამ სანადირო კანონმდებლობის შექმნა და ძალიან ბევრი ისეთი კანონი აქვს, რომელიც ამის დაცვას ხელს უწყობს. მაგრამ დამსჯელი კი არა, წამახალისებელი კანონები აქვს და უზარმაზარი ინდუსტრია ნადირობა და იარაღი ამერიკაში არის, აი ძალიან დიდი ინდუსტრია. და ძალიან ბევრი მონადირეა, მაგრამ მე რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში და სანადიროთ ვერ მოვხვდი, მაგრამ ეგ გავიცანი მონადირეები, ისინი სანადირო მეურნეობაშიც ვიყავდი, წაყვანილი ვიყავდი და ძალიან მაგარი ის არის რა, აი ხო, ნადირობის სხვა დონეზე აქვს საერთოდ აყვანილი. ხა ხშირად დავდივარ ხოლმე, მეგობრები მყავს ჩეხეთში დავდივარ სანადიროთ ხშირად და იქაც ნუ აი სასწაული რაოდენობის აი ნადირი ფრინველი როგორ არის იცი ყველაფერს უნდა ახან ადამიანი მანდ ორი სხვადასხვა თემაა რა აი მაგალითად იელოუსტონის მაგალითი მოყავთ ხოლმე რომ ამ გლები რო დააბრუნეს და რაღაცა ყველაფერი მართალია მაგრამ არის როგორ არის ახლა იელოუსტონი არის უზარმაზარი რა ვიცი ამდენიადან ალბათ კახეთის ხელა კი არის იელოუსტონის ეროვნული პარკი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ძალიან დიდია როცა მაგ ხელა ტერიტორიაზე ადამიანის ჩარევა საერთოდ არ არსებობს რა თქმა უნდა ბუნება მოდის თავის წონასწორობაში ის მტაცებელი მსხვერპლი ერთმანეთს არეგულირებს და წონასწორობის წერტილი მყარდება და საერთოდ არ არის ადამიანის ჩარევა აუცილებელი მაგრამ თქვათ იგივე ევროპაში იგივე ჩეხეთში სადაც ადამიანი ესე თუ ისე მაინც იერევა და არ გაქვს შენი მის ფუფუნება რომ იელოუსტონის ხელა ტერიტორია გამოყო და საერთოდ არ მიეკარო თქვათ იგივე მტაცებელი გაანადგურე ამავდროულად უკვე მან ნადირობა ხდება სანადირო მეურნეობის ნაწილი. ანუ მე ვთქვათ ჩეხეთში რომ ჩავდივარ ხოლმე იმათ ზუსტად აყავთ დათვლილი რომ წელს ამათ ყავთ მაქსიმალურ რიცხოვნობაზე ყავთ აყვანილი. ვთქვათ ამ დღეს შეუძლია სიტყვაზე შეინახოს 20 ღორი, 50 შველი და 10 ირემი. ეს 20, 50 და 10 ყავთ. ბევრი წელი 30 წელია უკვე ყავთ. და ყოველწლიურად ნამატი რაც 60-მა ღორმა სიტყვაზე უნდა მისცეს 60 გოჭი, შესაბამისად ყოველ წელს შეუძლია ამას 60 ღორის მოკლა, მაგას თავის პროცენტები რაღაც 80% უნდა მოკლა წლევანდელი, 15% უნდა მოკლა შარშანდელი, ეს დასრული რომელიც არის უნდა მოკლა მარტო 5% რომ ბალანსი არ უნდა დაარღვიო და ეს ფაქტიურად როგორ არის იცი, არის ფერმასავით რა ჩათვალეოთ, ფერმასავითი მცუდი გაგებით კი არა რომ ფერმაში ნადირობ. ჩაოლებრივი ველური ბუნებაა, მაგრამ როგორც მართავ შენ საშუალო სახლში ფერმას რომ მართავ, რო იცი რომ 20 ქათა მიყავს და ამ 20 რო რამდენ წიწილას გამოზდის და ის ყოველწელს შეგიძლია დაკლა და მომავალ წელს ისე 20 ქათა მეგეყოლება, აი ზუსტად ეგეთი ბალანსის დაცვით ხდება ნადირობა იქ, იმიტომ რომ ძალიან კაცრად აქვს ყველაფერი აღრიცხული და რაც ყველაზე მთავარია, ყველა ტყეს და ყველა სანადირო მეურნეობას ყავს პატრონი. ანუ ან ერთი ადამიანი უпроსწორად როგორც წესი მონადირეთა ჯგუფია 10-12 ძმაკაცი შეიკრიბება რომლებიც ერთად ნადირობენ როგორც წესი თავის სახლთან ახლომდებარე ტყეს აიღებენ სანადირო მეურნეობის მოწყობის მიზნით და იმათ მეცის რომ ის თვითონ ნადირობს მე ეს თავის შვილმა უნდა ინადიროს და თავის შვილიშვილმა უნდა ინადიროს რა და ის მაქსიმალურად უფრთხილდება და მაქსიმალურად ცდილობს რომ ნადირი ფრინველის რიცხოვნობა გაზარდოს იქ რომ იგივე თავის შვილს და თავის შვილიშვილს სანადირო კონდეს. ახლა რა თქმა უნდა მაგას აკონტროლებენ და რეგულაციას არის სახელმწიფოსგან. მაგრამ როდესაც იცი რომ შენია ბევრი რეგულატორიც აღარ გჭირდება მაინც და მაინც რა. სამწუხაროდ საქართველოში რატომღაც ეგ არ მუშაობს.
იმიტომ არ მუშაობსო სანადირო კანონმდებლობა საერთოდ არ აქვს. ხო, არც სანადირო თევზაობის, აი ხა თევზაობაზე ბრაკონიერებს დასდევენ თვითონ მეთევზეები. თვითონ ვისაც აი ბადებს უჭრიან, მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ რო არის, კი. ხო, და აი უმაგრეს საქმეს აკეთებენ, მართლა, იმიტომ რომ გაწყვეტილია თევზი, მე თევზაობა ძალიან მიყვარს ახლა და გაწყვეტილია თევზი ტბებში, თევზი არ არის. დინარეებში თევზი არ არის, იმიტომ რომ ელექტროები ის რა დინამიტი და უტანგაბადეები და დინამიტი და ყველაფერი რა. ხო და ნუ აი თუ ბუნებას თუ არ გაუფრთხილდი ის ცალკე სიტუაცია ეხა მაგაზე საერთოდ ცალკე საუბარია, მაგრამ შენია და შენი ქვეყანაა და შენი მიწაა და შენი ბუნებაა და ნუ აი ტყეებში რო გაივიდა აი არანაირად არ უოთ ინტერესი მქონდა მეგობრები მონადირეების რაღაც ჯგუფი შევიკრიბეთ და ჩამოვიყვანეთ ჩეხეთის კანონმდებლობა ვათარგმნით, გერმანიის კანონმდებლობა ვათარგმნით. ჯერ წინა მთავრობის დროს გეუბნები, მაშინ რამოდენიმეჯერ შევხვდით მეებს რა ქვია პარლამენტის კომიტეტებს იმას რომ აი ეს კანონი ესე. ეხლა მე ამ მთავრობასთანაც რამოდენიმე შეხვედრა ქონდა. ეხლა იძახიან რომ ვითომ ამ შემოდგომით უნდა მიიღოთ. კანონ პროექტი არ მინახავს, მაგრამ მომზადებულიაო და ვინც საქმის კურსშია და ვინც იცის თქვენს რომ რაღაც ძალიან კაი კანონმდებლობას ამზადებენო, მაგრამ ჯერ ეგეც ვერ მიიღეს და აი იქნება და როგორ იქნება ვერ გეტყვი. ვიცი რომ რაღაცა მომზადებულია, მაგრამ სანადირო იარაღის დარების უფლებაზე რას ფიქრობ? ისე ძალიან გამარტივებული რო არის. აი რამდენი კითხვაა გუნდის შენ? 15 კითხვა. ნადირობის ლიცენზია საერთოდ არ არსებობს. არა, ნადირობაზე არა, ტოპის არა. უყურე ტოპის, მანდ არის ორი სხვა მომენტი. ტოპი კი ბატონო, ეგ გაძლევს უფლებასო ტოპი იყიდო და სახში გქონდეს. ეგ პრობლემა არ არის. იყიდო ტოპი და გქონდეს სახში. მაგრამ ნადირობის უფლება რომ მოიპოვო ნებისმიერ ყველგან სოფლიოში, რა ვიცი, სადაც მე ნამყოფი ვარ, ყაზახეთიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თორებული, ყველგან გჭირდება სპეციალური გამოსტის ჩაბარება, როგორც წესი არის, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, როგორც მართვის მოწყობის შემთხვევაშია რა. და საკმაოდ რთული გამოცდა. რომლების ტიპები იჭრებიან, გადიან, ვერაბარებენ. აი რა ჩვენთან ხდება მართვის მოწყობაზე რა. ხო აი რამდენია რომ აი მესამე მეოთხე ცდაზეა უღიათ და აბსოლუტურად მართალია რომ ადამიანო თუ მაგალითად არის ეს არ უნდა დასვა და არ უნდა გაუშვი. ლოგიკურია. ზუსტად იგივე ნადირობასაც მიმართებაში. თუ იარაღთან მოპყრობა ტიპმა არ იცის, იმას რომ იარაღის ყიდვის უფლება აბსოლუტურად სხვა და ნადირობის უფლება უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა. რომელშიც საკმაოდ რთული, საკმაოდ ისეთი გამოცდა უნდა იყოს ჩასაბარებელი, სადაც იარაღთან მოპყრობის წესებიც უნდა იცოდე, ბუნების ნადირფრინველის ცნობა უნდა იცოდე. შემხოდრია მონადირეები რომ რა ვიცი მე ვერ უცნიათ ელემენტარული რაღაცა აი ბატია თუ გედი ხო ტაცებელი უნდა იცოდე რომელი რა არის პერიოდები უნდა იცოდე გამრავლების პერიოდები ნუ საკმაოდ რთული გამოცდა ხა ჩეხური გამოცდა რომ ნახე 400 კითხვიანი გამოცდა იყო რა ჩვენთანაც მაგარი არა ხო უნდა ეგ თუ არ იცი რა გინდა ძმაო ტყეში წამოდი რა დაანებე თავი და კონდეს ექთოფი და ისროლეს ასროლეთზე და თუ ნადირობა გინდა ეგ უნდა იცოდე და მე რა უნდა წახვიდე ტყეში ახლა არა თოპზეც მგონია რომ არა ლიცენზიას რაც შეეხება ამერიკაში ვიცი რომ ის არის რა ქვია თუ გინდა რომ დინარეზე ითევზაო მაღაზიაში შედიხარ ლიცენზიას ავსებ ანუ უფლება თევზაობის ახლა არ ჭირდება ისეთი ის თევზაობა არა ავსებ უფლებას ლიცენზიას და გეუბნებიან აი შეგიძლია აქ ითევზაო და ამდენი დაიჭირო всё მიდიხარ თევზაობი აქ განუკითხაობა გინდა ნადირობაში გინდა თევზაობაში სადაც გინდა მიდიხარ ვისაც გინდა ესური განსაკუთრებით რეგიონებში ხდება ეგ ხა აქეთ ამ ხრიდან რომ მიდიხარ გლეხი ვიღაცა მიჩვეულია რა თობს გადაიკიდებს ბეჭზე ავა სადღაც ტყეში და რასაც უნდა იმას ესვრის რა და თვითონ გამოიკიდა არ ესროლოს ბიჭო გამოიკიდა და თავდაცვის მიზნით კაცო რა გამოიკიდა ხოლმე ეჭვევინებს ადამიანის ეშინია ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს ეშინია ადამიანის ტოპიანის არა ტოპიანის ახლა უიშვიათეს შემთხვევებია რომ ნადირი დაესხას თავს ადამიანს უიშვიათეს ხო რა ეგეთი არც გამიგია და რა გაგიგია აი ბოლო პერიოდში ონდეს მე რამე გაგიგია მსგავსი დათმა დაგლიჯან რაღაცა ეგეთი რაღაცა არა ქალაქში უფრო ბევრი სახიფათო რაღაც ხდება ვიდრე შეიძლება ტყეში წააწყდე ჩვენთან სასაცილო ის არის მართლა გამოცდა 15 კითხვა უნდა ჩააბარო შეიძლება თუ არა დატენილ ტოპს თვალი შეუშვირო და ჩახმახს გამოკრა ისე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა დადო დატენილი ტოპი ეგეთი სისულელეები არის ხოლმე რაღაცა ქალაქში დატენილი არ ეგეთ უნდა იგივე თუ არა
უნდა ისურვოს უარა მეზობელს. არ მგონია რომ მარტო სანადირო ტოპზე უნდა იყოს. ყველაფრის უფლება უნდა ქონდეს ჩვეულებრივ. ნუ შეგეძლოს ალბათ ისეც რა. თავდაცვის იარაღის მარტო დაშლები შენ არ ამერიკის კანონმდებლობის. ბიჭო, მე მინდა პროსტა რთული იყოს, ისეც რთული იყოს და ისიც და თუ არის ვიღაც ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, ვერა იყოს მე, თუ ნორმალური ტიპი ვარ და რაღაცა შემეძლოს რა იქნებ მევასება რა. ხო, ანუ ფსიქოების უნდა ჩააბარებინონ, ძალიან რთული იყოს. აწყობა, დაშლა, თავის დროზე უნდა ყოფილიყო pravazets ალბათ ეს რაც დღეს ხდება, რომ ამდენად რთულია, იმიტომ რომ რავი, რო გაივლი ყოველდღე რაღაცა ხდება. მარტოს მოწმის აღებას აღარ უნდა წაი ჩააბარე. მე რომ მინდოდა წავიდოდი ჩაუბარებდი. არ მინდა. შენ როდის უნდა დაждე? არ მინდა. შენთვის ისეთი აკრძალვა არის მე კანონში. სკროლით დამაჯარიმეს და ეხლა სკროლით თუ დამაჯარიმეს, მანქანაზე რო დავუშვდე, დამიჭერენ ალბათ შეჭ. კანონში წერია რომ ნასვამი არა უცოტნე და ო, არ ეგ არ მანდა არ გამოდის. რამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ მომიყვნენ და რაც მომიყვნენ იმას ხვები. მოკლედ აზერბაიჯანიდან ყოფილან ჩამოსული და ეგ ჩვენ რუსთავში დაუთვალიერებიათ მოკლედ ეს რიგი მანქანის ნომრების აღება ეს მოწესრიგებული რაღაც როგორც არის და ძალიან მოეწონა თურმე რა და ახლა იქ რაც ჩვენთან იყო მანამდე რომ ნომერი ეზღირდა და ეს ეზღირდა და გაფორმება ეზღირდა თუ არ გადაიხდე შანსი არ იყო ისე იყო იქაც თურმე და არა ვშო დავარეგულიროთო და მართლა გადაიგეს და ეს რიგის ნომრები ისინი სულ ყველაფერი და არ უგულეს არსად არაფერი კაპიკი არ ღირს და ყველაფერს ესე ოფიციალური გადასახადით იხდი ერთადერთი პონტია შესასრულში რიგის ნომერზე ტიპის ტიპი და რო დაატყობ რიგის ნომერს ვაძე $100 ღირს რიგის ნომერი და დანარჩენი მე ყველაფერი უფასოა დასაწყისში $100 მე იგრია მაიცა თლათეგრე უფასოა ეხლა კაი რა მოინდომე რა და არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ სასაცილო კია მე სრულიად მჯერა რომ ეგეთი რაღაც იქნება ისეთები გამიგია ჩვენ გვაქვს კიდე ის რა ქვია წინა გადაცემაში ჩვენ დავაანონსეთ კითხვა სტუმართან კომენტარებში ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაცა რომ ჩიპს და ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებს ვათამაშებთ ჩვენს მაყურებლებში კომენტარებში ვინც დაგვიწერს ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ წინა გადაცემაში კითხვას სტუმართან და საუკეთესოს ამოვარჩევთ და რა თქმა უნდა აი ხა წაიკითხოთ და აქვე ხო ეს ეს თქვენ ჩვენგან საჩუქრად ეს ჩიპსი და ლუდსაც შავაწყობთ არ არის პრობლემა ლუდისა ეს ძიმე რო არ იყოს ჯერ აჰა, ესე იგი, ეს არის კითხვა ცოტნე. ვაკარგი ისტორია იყო, მადლობა ბიჭი, გამოყვა. კაი ისტორია მოყვა. თემას სტუმართან და წამყვანებთან. ალბათ სამიოს გიქნებათ ნანახი ფილმი Hangover. როდესმე თუ გიფიქრიათ, რომ შესაძლებლობა რომ გქონდეთ რაიმე მსგავსი გრანდიოზულ გატრაკებას, თქვენც მოარტყამდით. თუ კი მოკლედ მოყევით, როგორ იქნებოდა ეს. როგორი იქნებოდა გრანდიოზული გატრაკება რითის დავიწყე მაგაზებელი არ გავაკეთე ხონიდან ფაეტონი გამოვიძახეთ და შედევრი იყო იმას არა უნდა მოვიფიქრო რა ვიცი მე ბოლტზე არ არის რამე ფაეტონი შეგეძლოს გამოსახება პრემიუმი რაღაცა რო წერია და ფაეტონით ვივლიდი შეძმობას ვიცავ აი ფაეტონს აღა და ფაეტონი რო არის გამოძახება სადაც რომ მიდიხარ შორიდან რო ის შენი ხმარო ეს ბიჭო მოდია კი მე მქონია მაგალითად შენც იყავი არ მახსოვს მაინც ვინები ვიყავით არა შენ არ იყავი ძალიან მთრალი ბედობას ჩარლიჩობდი რომ კვარზე იქ რა რიყის მხრიდან დიდი როდის აკეთებ შენ ეგეთ დებილობებს შემგარეში დიდი გემი რო არის იმის დაკოქვას ჩარლიჩობდი დიდი გადამზრალი კატერზე გადავედი და ისიც არ გამოვიდა ანუ მამეთ რო დაუფიქრდეთ ვიპარავთ ის დაჭერები ვიყავით დაცვა ხო დგას ხოლმე ოღონდ ის რა ეს სამხედროს რეხთან დაცვის პოლიცია რაღაც და ვიღაცა ბიჭი მოვიდა დაგვინახა რასაც ვაკეთებდი და მიბრუნდა და აღარც მოსულა შორიდანვე ალბათ ლაპარაკი არ არის შორიდანვე არ შემიმჩნია და ესე ფაქტურად თქვენ რა გედოდათ იცი თქვენ ხართ მოწოდებით ყარაჩოღელებად როგორ ტყვარზე ტივით ქეიფია რა ტყვარზე რა სწორევდა მაგის მუღამი აუ არის მაგისებები კიდევ კაი ვერაფერი ვერ დავკოკეთ თორე ვიტივტივები ეხლა ალბათ ხო რა ორთაჭალესთან სადღაც იქნებოდა არა ხო ნუ ეგ რამხელა მარაზმი იყო ბიჭო აი ხო უნდა დაფიქრდე ადამიანი რო დალე აი რაღაც სისულე მაგრამ უარესი არ გვაქვს გაკეთებული შენ მალჩიშნიკზე
ოკეი. მოუყვე გიორგი? არა. კაი, დასასრულს მოუყვები დღის. დღე დაიწყო ისე რომ ქორწილის წინადღეა, რაღაცა წავედით დასალევად ბიჭები. ბევრ ადგილას დავლიეთ, ძალიან ბევრ ადგილას და ბოლოს ბრუნდებით ამასთან სახლში. 2 ქოთანი გვაქვს, ყვავილი, 2 ბუკეტი მე მგონი, დროშები, თითო ორივეს და საგზაო ნიშანი. ყველაზე საცილო რა არის, იცი? დროშები ხო დიდი ხი. სხვადასხვა ტაქსიში გვიდევს. საგზაო ნიშანი მუხლებზე ბატებს და რაღაც. საგზაო ნიშანზე რა ეხატა? ის იყო რა დასადგმელი ბოძი რო იკლიაში აქეთ კოთნის მოიგ დროშებით ვაიმე ეგ იყო არა მაგიმით საგიჟეთ ამ ყველაფრით ვიდექით კოლმეურნეობის მოედანზე და პატროლმა გაგვიჩერა რა ბიჭებო ხომ მშვიდობა გაქვთ და მაგარი ფრალები ვარ და რა ვიცი მოდი უნდა გაკოცებთ მივსდევდი პატროლის მაინტერესებს შეგიძლიათ ქოროშენ ბალჩიშიკზე პატრულთან როგორც ეს ხო რაღაცა საკეთებენ ხოლმე ბალჩიშიკზე და შენ პატრულთან პაგინოდა ეგ იყო სასწაული რაღაცა იყო არ ძალიან და მე ხო ამის გადაიდო ქორწილი ერთი ჩვენი მოაზროვნის მალჩიშნიკი უნდა გითხრათ რა თქმა უნდა სახელს როგორცად დავასახელებ მოკლედ ესეთი სვაიაკი როა თამაში სვაიაიგრა ეს ერთვაი შეჯიბრებენა ეს ხელს რო ურტყავენ და მან სულ პრობლემა არის ხოლმე წამკითხველი ანუ ამ სვაიაკს თამაშობ ხოლმე ყოველას თამაში უნდა რა და ვინც კითხულობს ის ვერ მონაწილეობს თამაშში რა და ნუ ხან ვიღაცას თხოვ ხოლმე წამიკითხე რაღაცა ეს ვიღაც წამკითხველი ცალკე მოდის ხოლმე და აი მაგალითად ხანდახან არის ხოლმე მივდივარ თქვათ თან სუფრად თან თამაშობთ რა და წამკითხველად თუ წამოვინო წამკითხულობას თუ დათანხმდება ის არ იხდის რა დანარჩენებზე წყდება ანუ ის არის წახალისების მეთოდებია რა ხო და მოკლედ მე არ ვიყავე მაგრამ ამ ჩვენი ერთ-ერთი მუზეუმის მალჩიშნიკზე გამოიძახეს პროსტიტუციით დაკავების სუბუქი ყოფაქცევის კალე გამოიძახეს მალჩიშნიკზე ქალბატონი სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი და მოვიდა ეს მისის პაკეტი და სვაიაკი წავიკითხა საათ ნახევარი უკითხავდა და თქვენი მანიაკი დედაც უატირეო დააგდო ეს და ყველაფრის გამოუძახივარ მაგრამ აი ამისთვის კაცის გამოუძახივარ ეს დააგდო რა შე ორა ჯიგარია ყველა და ერთ გარკვეულება გამეკეთებია ცხოვრებაშიო მაგრამ ესო მაგიზე დავატირეო ეს არავის არ უკადრებია ჩემთვისო რა გენიალურია უნდა წადო ეგეთი რაღაც წამიკითხე რა გოც ამყვანი იყავი თამაშზე გამახსენდა თამაში მაქვს მომზადებული დღეს სტანდარტულად ფილმები რო კინომანი თუ ნაკლები არა მე მაშინ გაგიჭირდება აქ ხო ნუ რა წავაგებ რა პრობლემაა თამაშის წესები მარტივია ემოჯებით დაიხატება ფილმი მოგონი იქნება ანუ ემოჯები უფრო სწორად რომელიც აღწერს ფილმს რა უსამართლობას აქვს ადგილი რაზე ოთარ საბაშოს ვეთამაშები მე ნუ არა მომიგებ ყველა ვარიანტში მე ფილმი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კარგად არის ძალიან ზუსტი ვარ ფილმი ხო და დასწრებაზეა ვინც მიხვდება რა ფილმია ის იგებს ვინცაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება ანუ ეს სათაური უნდა იყოს ხო რომელი ფილმია ანუ ხო არა სათაურია გამოსახული თუ უბრალოდ ფილმი და არა რაღაცა ფილმის შინაარსი უფრო რა აი რაზე არის ფილმი და ესე ბეჭდები ბრძანებელი ალბათ რა კი ბატონო 1-0 დავიწყეთ გილოცავ გიორგი ეს ცოტა რთულია არა რთული არ არის მაგრამ პიანისტი არ არის რატო არ არის რავი ფერადგანიანი პიანისტი მაშინ რავი არ არის ვერ ვიხსენე მინიშნებას მოგცემთ რომ შედარებით ახალი ფილმია მით უმეტეს არ მეცოდინება ძველი კიდე რაღაცებია ნახე მაგრამ საერთოდ არ ვიცი. მე მგონი ოსკაროსანი ფილმი არის. ჰოთ-დოგი. სწორად მახსოვს. კაი, მაშინ ხო, თუ გაქვს ვარიანტი, მე თქვი და მისტერ დამსრიტები. მე ვამაყობ შენიც. ხოჭა გიორგი მე ვამაყობ შენ. ეს არის მწვანე წიგნი. Green Book, შავკანიანი პიანისტი და დაგდის ამერიკაში. არ მოგდენა. მეც არ მოგნა. მართლა, ძალიან მაგარი ფილმია, გირჩევდი სხვათა შორის ძალიან. გაიხარე, ეს არის Interstellar. ოჯახ გიორგი ერთ-ერთი განთანაბრდა ანგარიში. ეს რა სმურფებია შეჭება. ის არის. შუა შენი მთვარე, ანუ შრეკ. ოჯახ გიორგი. ხო
ხო, შრეკი არა. ის რა ქვია, ღამდება, იმად იქცევა, ღამდება ხო? და იქცევა იმათ რა ქვია, მურჩხულად. შრეკი უნდა დაგიხატა იქ. ფიონა უნდა ყოფილიყო. შეკი დაგიხდა ამეხატა და ის ვარ. ეს არის მატილდა, კაცო, რა ქვია იმას. კი ბატონო. 2-2. კარგი ცუდი ბოროტი. ხო, ოჯახი ეგარი, კარგი ცუდი ბოროტი, აუ ხო. ეს ნომი ხდარი ყავე. ისინი ჩამოვიდნენ თიდან. ის თხილებია? თხილი სად მახსენდება? ის ვილი ვონკა. არა. ცისფერი მთები. დიპლომას ასწავლეს. ხილს ხანაირად კიდე რას ეძახიან ხილს. ნათ, რა ვიცი მე. კაკალი თუ სამი კაკალი კონკრეტულ სპეციალია შუაშია კაცობა. კაკალ. ხოჩა გულა გაბუს, მადლობა გაბუს. რაო? კერკეტი კაკალი. კერკეტი კაკალია. ეს ინდიანა ჯონსი და კოსმოსური ოდისეა. ინდიანა ჯონსი და არა ეს უფრო ის არის რა ქვია. ეს რავი ახლა რო თქვა ეს ის ვითხრა მე არ ვიცი. არა, რა? ბრედ პიტი რო თამაშობს, აი, ხო? უნდა შანსი, ვაძლევ ბოლოს შანსი, ერთი შანსი გაქვს და თუ ვითქვის სწორად, გაიმარჯვებ შენ. თუ პრეიქნება მე არა, მიგებს სამი თურს, კაცო. გიგებს? მიგებს, აბა. მაშინ გამოვიცნო. იყოს მაგდანას ლურჯა. მინიშნებას მოგცემთ. მულტფილმია. ის რა ქვია, Toy Story. კი ბატონო. ეგ არის ეს მარტივი პატარა თამაში. გამიჩალიჩეს რა კინოები. ეგ სრულიად არ ვიცოდი, სრულიად რასადროდიში. იმან ვინც ეგ გითხრა, აიტონი, მაგასაც გეტყოდა რომ მაგის გაფუჭება თუ გინდა ფილმები მოუტანეო. არა, არ ხსენებია. რაღაც კითხები იყო, ისტორია იყო. რასადროდიში მახსოვს ესეთი, ხო? ბლიცები იყო ხოლმე ემოჯებზე აწყობილი. იყო? კი, ფილმებზეც იყო, ქალაქებზე იყო. რაღაცა ეგეთი ისინი იყო. და მაგრამ მომწონდა ხოლმე სხვათაშორის. კაი ის არის. ჩართულობა რო იყო ხოლმე ეგეთი რაღაც. ბლიცები იჩნდებოდა ხოლმე ეგეთი. ხო, რა ვიცი, ესეთი მარტივი თამაში იყო. მარტივი იყო კი უბრალოდ. მე და ფილმები ძალიან შორს ავარდეთ მაინც. ჭრიცი როგორი იყო? რატომღაც თუ ახლებს აღარ უყურებ. მე და მე მარტო ეხა ბოლო პერიოდში აი რაღაცები ისეთი რაღაც ეხლა თქვა აი ლევონკილე და რაღაც ეგეთი რაღაცები რაც ძალიან კლასიკაა და რაღაც ანახი მაქვს, მაგრამ რა ცოტა ისე გამომივა, მაგრამ რატომღაც სულ ვერასოდეს იმ кайფს ვერ ვიღებდი კინოთი როგორც წიგნით რა და იმ დროის დაკარგვა წიგნის კითხვაში უფრო მერჩვენო ხოლმე ვიდრე ფილმის ყურებაში, თუმცა ვაფშე არ ნიშნავს ძალიან ბევრი მოაზროვნეა რომელიც ძალიან მაგა აჩკო მაჭავარიანია ჩემ მეგობარი, ჩემ გუნდში თამაშობდა, ნუ აი სასწაული მცოდნეა ფილმების და კინოების და ძალიან მაგარი კინომანია და მაგრამ ეგ ადამიანზეა რა ეხლა ზოგი რისგან იღებს кайფს, ზოგი რისგან რა და ჰობი მაქვს რომ ყველაზე საშინელი ფილმებს უნდა უყურო. აი ყველაზე საშინელება რაც არის, აი ყველაფერი ნანახი მაქვს დაწყებული რაღაცა ის კარბორბალა, ზვიგენების კარბორბალა. ეგეთი როგორი ტრეში და ნაგავი მაქვს სინანახი მაგე, просто დამაინტერესა ესეთი დაბალია IMDb რატო აქ მეთქი და ჩავრდა. აი ეგ მაგედან ვიწყებ რა, მე 0-დან ვიწყებ. კარბორბალა იყო სადაც ზვიგენები ქალაქში გაიჩიტნენ და დააუღეს აზისბრობა. გეუბნები ეგეთი რაღაცა არსებობს. ეგრე მგონია რომ ზოგი იმდენად ცუდია, რომ შედევრია, ანუ მგონია რომ უბრალოდ რეჟისორმა სპეციალურად გადაიღო ეგეთი ხო, იმიტომ შევთხოვით ეგეთი ცუდი ვერ გამოვიდა და აი შედევრი გადაიღო სიცუდის შედევრი, არ ვიცი როგორ თქვა, როგორ ავხსნა. ხო, რომ ეგეთომ იყო ზოგი ისეთი რომ მაგაზეც ვერ გადაიღებ ვერაფერს. და ზოგი ფილმი არსებობს რომ ხალხი რომ აუ არ მაგარია და უყურებ და აი ნუ ნაგავი რა, აი არაფრად რო არ ვარ, საინტერესოც არ არის დაძაბულიც არაფერი, აი ვაფშე არაფერს არ გაძლევს ფილმი. უბრალოდ ფილმია, რომელიც აი всё გაიგებს 2 საათი დაკარგე ცხოვრების, იმიტომ რომ ვიღაცა ექსპერტმა დაწერა, რომ ძალიან საინტერესო ფილმია, იმიტომ რომ აი ხა მაგ თემაზე არ მინდა საუბარი. შავკანიანი ათამაშეს თეთრი ტიპის როლის მაგიურად და აი ეგ არის ყველაზე მარაზმი რაღაცა. ეს დანელიას ციგნი როა ბეზბილეტნი პასაჟირო სულათა მაგ საკითხული იქ უწერია რომ აფონიაში არის ეგეთი ცნობილი კადრი თუ გახსოვს ეს ამასთან რომ რჩება ეს ქალი და დილას გათენებისას ფორანი ჩაივლის ცხენშებმული რა და ძალიან ძვირადღირებული პროსტა მოედის სარიელი მოედის გადაღება გვინდოდაო და რაღაცა ძვირადღირებული კოდაკის ფირი ქონდა რომელიც საბჭოთა კავშირში მაშინ ძალიან იშვიათობა იყო
და მოцаერი მოედანს რო ვიღებდი თუ ამ ფორანმა გაიაროო და პროსტად ავტოვეო რო თავიდან გადაღებაო ფირის გიგის გავწიეო და ამ სცენაზეო სადღაც კინოფესტივალზეო ატყდა დარბაზზე სასწაული ტაშიო რა ვერაფრით ვერ მივხვდიო და რატომ მიკროვით დაშო ვერ ვიზულას ჩვენავში დებილები ხო არ გონი ვართვა ბაო ეხლაო იმ ფორანში შემული ცხენიო ამ ქალის მომავალი ბედის ალუზია რო იყო შეგონიო ვერ მივხვდითო და არა და უამხირებლის ალუზია არ ყოფილა პროსტა ჩაიერა და კადრი არ გავაფუჭებო აი ხო რა რო ეძებენ სადაც არაფერი არა ხო რა მიაწერეს რომ ეს ამა გენიალური ხოდი გააკეთა და ფორანში შემული ცხენი გადაიღო რომ ამ ქალის მომავალი ბედი ეჩერებოდა და ის რეჟისორმა რომ აუ აი ფერმი გულისხმია ამერტო საერთოდ რა აი ხო ნუ ზოგი ფილმი ეგ არის კიდე ხო რომ აი უნდა ჩაწვდე შენ ვერ ხვდები ამას შენ უნდა ჩავიდე არტაუსის ძალიან იცი მე მართლა შემთხვევით მოხდა და მართლა ისე თუ ბიჭო არა ზოგი არის ნუ აი იმდენ სასწაულ არტაუსის ფილმები ახლა რაღაცები ნანახი აი მაგას ვერ უყურებ აი ხო რაღაც უნდა მიხვდე რომ იქ ხوار რო იდო ის ქვა და ეგეთი რაღაც კომენტარები და ის ქვა ნიშნავს ძალიან დიდ რაღაცას ის დედამიწა ეს კი რაღაცა იწვეთი ეცემა და ეგეთ რაღაცებში დეტალებში დაძრებიან რა ფილმები მიყვარს გასართობად ჩვენ ახლა ვიყავით საშინელებათა ფილმზე რაღაცას წასული წინა კვირას წევა აი წადი თუ ეჭვი საშინლად სასაცილო და საშილად არასაშინელი ფილმია საშინლად არასაშინელი აი ზუსტად იდეალური აღწერა რატომღაც ეს ბოლო ორჯერ როცა წავედით ორივეჯერ ხორორზე ვიყავით თუ სამივეჯერ არა ბოლოს იმაზე ვიყავით იმის წინა იყო რა შეშინების ნატამალის არ ქონდა მერთის ექსორციზმი ერქვა იმის წინაზე რომ ვიყავით და აი მაგაზე ვფიქრობ რომ ანუ ამაზე სასაცილო როგორ უნდა გადაიღო რამე აი ეგ იყო იმ ფილმებს შორის რომელიც გონია რომ აი სპეციალურად გადაიღო რეჟისორმა ეგეთი სისულელე იმიტომ რომ სცენა არის ფილმში სადაც ეს მამაო კათოლიკი მამაო ხო ნუ დემონი ხო პადრე წინ ეჩდება დემონი და ხის ჯვარს იღებს რა და რაღაცა ლოცვას კითხულობს და ამ ხის ჯვარს ცეცხლი ეკიდება და ხო დემონი იმარჯვებს მოდის მაგისკენ რა და ხო აგდებს ამას ხელიდან და უყრიდან იღებს უფრო დიდ რკინის ჯვარს მეორე იარას რა მოიღე ტიპები ეგეთი იყო ხო გადატერილი სუდად გავხდი აი მაგ მომენტს რო უყურე იმს აქვს უფრო ძლიერი ჯვარი აქვს რომ რამეს რუქსუკან შენახული აი რამ ხოლმე იყო ზიარასო წასვე ნასკიდა რომ დამალული არას გაასრობენ ხოლმე ეგეთი პონტია აი და სცენარი როგორიც დაძაბული უნდა იყოს და ვიგუდებოდით კინოთეატრში აი ცუდად ვიყავით რა არა ხო იხაც რომ ბოლოს მას შემწხვა შეფსირდით რომ ხალხი არ შევაწუხო ვიღაცას რაღაცის ჯერა იქ მართლა ჯერა რაც არის იმიტომ რომ ფილმი იწყება based on a true story და ხო ანუ ეგ ხო ვიღაცას ჯერა რომ მართლა რაღაცა იყო ის მე უსიცილით ვკვდებოდი რაღაც ძალიან ცუდი ერთი ვაკაცი გავს რომელსაც აქ ძალიან უცნაური და დასამახსოვრებელი სიცილი რა და რაღაცა არასაშინელებათა ფილმზე რაღაცა კომედიაზე იყო კინოში და ნუ აი ამ თავისი სიცილით იცინოდა რა რაღაც ძალიან დასამახსოვრებელ ხმას გამოსცემს ისე იცინის და ერთი 3 დღეა გასული და რაღაცა მეგობრებთან ერთად რაღაც სასადილოთა ვარ შესული რაღაცა ცოტა ლუცოთ რაღაცა და ერთი სხვა მეგობარი შემოგვიერთდა და ამ ჩემს მაგას რომელსაც უცნაური სიცილი აქვს გაიცინა რა ესე თავისი სიცილი და ის მიუწელდა გეხვეწებიო გუშინწინო შენ ამადან კინოში ხო არ იყავიო და არ იცნობდნენ ერთმანეთს კიო და სიცილზე იცნობენ და ეგეთ სიცილი სხვაგან არ გამიგიაო და შეწუხდა იქ მაგერა შეწუხდა კინოში და იმედა დაამახსოვრდა გუშინწინ კინოთეატრში შენ არ იყავი ისე უცნაურად იცინი ის ტიპი რო აი ყველა ვარიანტში დაგამახსოვრდება რა ცუდი არა კინოში ის რა ბოლოს არა ჰორორზე რო ვიყავით რაღაცაზე ბიჭები ჩვენ უკანა რიგში ვიღაცა ტიპი ტელეფონზე ლაპარაკობდა ნახევარი ფილმი რა ეგ იყო ქართულად ინგლისურად ჩინურად ყველა ენაზე ილაპარაკა ერთი 10 კაცს დაურეკა თან ჭუბობდა ვიღაცას რო უტრაკებს იქ რაღაც და აი კინოში რა ტელეფონი გათიშეთ ხალხო არ შეიძლება პატივი ვიცით ერთმანეთს მეგობრები ხო არა ძალიან ის იყო ხო გადი რა ბოლო რა სიცილი ახლა ისეთი პონტია რა ახლა არა კომედიაზე იყო და ისინო და გადარამეს აშავებდა მაგრამ პროსტა ეგეთი დასამახსოვრებელი სიცილი აქტივს რა
ის ეხავს. აი ერთმანეთს პატრი გისმენთ მე მაგ რაღაც 1-2 რაღაც ნიუსი შემხვდა ონის საკრებულოში დეპუტატმა გიორგი მეშვილმა აზერბაიჯანის სახელით ვერცხლის медаლი მოიგო, კი. ოკლეცა გავერთე ამ იმაზე რომ პატრიოტიკაც ნამდვილი ხალხი ნასვალე ზეგარა იცი რამე ჩაუგრმავდი მაგ საკითხს თუ არა ეხლა სპორტი მიყვარს ძალიან და ეგ кайხანია გამოდეს ეხლა კი არ მოიგო არ მითხრა რომ ბალიშიკოვდიო ეხლა აზერბაიჯანი არა კონკრეტულად ამას არ მიყურებია მაგრამ ზოგადად кайხანია რაც გამოდეს რამდენიმე წელია აზერბაიჯანის სახელით გამოდეს ეს ვაფშე აზერბაიჯანის სახელით გამოდის ხოლმე მე არ ვიცოდი არ ჩავღმავები ვარ ეგ ძიმეწონაშია და აქ ყავდა ჩვენ გენო პეტრიაშვილი რა და შესაბამისად აქ კონკურენციას ვერ გაუძლო და წავიდა იქით რა წავიდა იქით და გენო აღარ არის ეხლა ხო პროსტა გენო ეხლა გენოს დეპუტატი გახდა კაცო ხო და მაგიტო არ არის იმაში რა ქვია თბილისის პარლამენტში ეს კონკურენცია მე რო ის გავაკეთოთ ტურნირი სპორტსმენები დეპუტატების წინააღმდეგ რა ვერ მოხდეთ ხო დეპუტატები მოიგებენ უეჭველი არა ეგ ნუ რა მე გამიკვირდა გულს ყველას რომ პარლამენტს კი არა რა საკრებულოს წევრი ხო ონის საკრებულოს წევრი აზერბაიჯანის სახელით რო ასპარეზობს ან არა ის არის მე როგორც ხვდები ჯერ აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა და მე გახდა ონის საკრებულოს წევრი აშკარად პირიქით რო ყოფილიყო უფრო უცნაური ჩემი აზრით ურთიერთ გამომრიცხავია რომელიმე ხელს უშლის წესით და რიგით მაშინ აზერბაიჯანის ის გამხდარიყო რა ქვია ბიჭო ონის საკრებულოში ძალიან კაი დარბაზი აქვს სავარჯიშოდ არ უშლის კარგად ეხმარება პირიქით რას მოგონება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვინც ყავდა დავით გობაჯიშვილი იყო ეგეც თუ გახსოვთ 90-იან წლებში მგონი ოლიმპიური ჩემპიონიც არის თუ არ ვწდები თუ არ არის არა მგონი რაღაც აწონოზე რომ ონელია ეგეც დათო გობაჯიშვილიც ონელია ნუ რაჭველი გოლიათები მძიმეწონაში კარგად გამოდიან არ ეშლებათ ახლა რაჭველი გაიზრდები ადამიანი ძალოსნობა ძირითადად გორის არის მაინც უფრო არის ხო გორში გორიდან ყავს ყველაზე მეტი ის დეპუტატი მერი და ის ოლიმპიური ჩემპიონი ტალახაძე საჩხერები არა იმას ვამბობ რა ცოტა ეს ჭიდაობა რაღაცები საუკეთესო სკოლები ალბათ გორში არის შეიძლება ითქვას მაგ თემაში ჭიდაობა რაც არის ეგ ქართლი ძირითადად ხო ქართლის ხაშური გორი ჯიუდო სულ ეგენია ქარელი ჩარტი რა ერთი რა მოდი გამომიძახე თუ შეიძლება ის რა ქვია ლევანა საღინაშვილი საიდან არის საღინაშვილი ხო აგრამეო საღინაშვილი კახელია იდეაში კახელია ხო ის არა ეგ გვარი კახელები არიან და თვითონ ლევანი არ ვარს ეგ ბიჭი რა აი აგრამეოს ძალიან კაი ბიჭია ის მაგნა ნახე რა ქვია საღინაშვილი კონსტანტინე ჯანაშია რო არის ის რაღაც და დემოლარატი ის ამერიკელი მკლავჭიდელი რო არის ეგ რო ამბობს რომ ის რა ქვია fucking Georgians ის რა ქვია იმაში UFC-ში ორი ჩემპიონი ყავთო ეს კონსტანტინე ჯანაშია ძიუდოში ყველა იმაში ყავსო ყველა წონაში ვაფშე თან იმაში ტოპ-10-ში რაღაც ძიუდოში არის 4-5 ქართველი იმაში ბიჭო ყველა წონაში ტოპში იქნებიან იმიტომ რომ სუბუქში სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი და ტოპში იქნება ყველა ვარიანტში 66-ში მგონი არ არის ათეულში არ ვიცი 66-60-ში ყველა ვარიანტი სადალაშვილია 73-ში ყველაზე მაგარი ძიუდო შავდათუაშვილი ლაშაკი ეგ გორელი არის ო ეგ გორელია თუშიშვილი არის პირველზე ვაფშე თუშიშვილი პირველზე არ იქნება მაგრამ სამეულში იქნება ბზიმეში 90-ში ხო 90 ხო ჩვენი წონაა ბაზარი არ არის და 90-ში რამდენი წელია ოლიმპიადაში მეოთხე ოლიმპიადა 90-ში რომ მოვიგეთ ის ბექაურის ხო მუშლით ნერვებს ყველას მაგარი ხო და ის რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე ტალახაძე ტალახაძე კაცო გადახვედი იმაზე ზალოსნობაზე არა იმას დემოლარატი რო ყვებოდა პროსტა რა ყველა ფერში ის ხარ ანუ რაღაც ეგეთი იმეებზე რაც არის ძალიან ზარდის ხო და იმას ისტორიას ყვება ვიღაც ბიჭზე რომელიც ჩავიდა კანადაში რაღაც და რაღაც ტურნირი მოიგო კანადისო თუ რაღაცა და ქართველი ჩასული ვიღაც ჩუვაკი 91-ში ტატო გრიგალაშვილი ძალიან მაგარია ხო ძალიან კაია სამზე სოფლიო ჩემპიონი
წელს ფინალში რუსთან წავაგო მაგას დადავატირე, მაგრამ ძალიან მაგარია ეს რუსიც რა. მომავალი წლების გაგვიმწარებს ექტების სიცოცხლეს რა. ვინიესტური გადავიდა იმაში. MMA-ში ახლა 5 შეაქ პირველი ჭუბე. მართლა ის რაღაცა ვნახე ხო? რაღაც ის იყო. მაგრამ დაბალი მასში რაღაც ხო, ნუ ახლა UFC-ში ჯერ არის ის უნდა გაიაროს კაცოს არა რამდენიმე ჭუბე ხო და მე იქ არაჩვენებ რომ შეგიძლია რაღაცები ის UFC-თ ვინ თავაზობს მე კონტრაქტს შენ ის კარგავს რომ შესთავაზოს საკუთარი თავი კაია ის თოფურიას ინტერვიუს როსმე ყველაზე კაია ის არისო რა ქვია ბაზარო თავიდან იწყებ ჭიდაობით მე სწავლობ კრივსო რაღაც მაგიდან მე მოჭიდავე რომ მიდის იქ თუ კრივს კარგად ისწავლის უეჭველი ძალიან ბექა მე ჯუდო ძალიან მიყვარს ძალიან დიდი ხანია გულშემატკივრო და ბექასნაირი ნიჭიერი ძალიან იშვიათად ვინახავს რომ გამოვიდა იმენაი ტიპი იყო აი სასწაული ვარსკვლავი იყო და ნუ კაროჩე მე ამ წონია შეიცვალა რაღაცა მაინც და მაინც რეჟიმნიკიც არ არის როგორც მე ვიცი ცოტა უყვარს რაღაცა ესა და ძალიან მინდოდა ბექას გაეკაჩა ძალიან გულშემატკივრობდი რა სპორტი და ეგეთი სპორტი სადაც წონა გიწევს და რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია ისეც რა სულ რო არ მზადებოდე მაგ პერიოდში ძალიან უნდა აკონტროლებდე ყველაფერს თორე ან აბსოლუტურში უნდა გამოდიოდე ყველაფერში ჭამესვი ხოძე იყავი მე დარდი მაქვს ახლა ამ მომენტში იმაზე რა ქვია ფეხბურთზე რა გვეშველება თურქეთთან წაგების მერე შემეშინდა როგორ უყურებ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებს ჩაკვე არ იქნებოდა კიტე არ იქნება თუ იცით კიტე მგონი გამოჯამთია ხო კიტე იქნება ხო კიტე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრა ალაგებს თამაშს ეგრო თამაშს ალაგებს ისე ვერავინ ჩაკვე არის ძალიან კაია კონტრაქტი მაგარია მაგრამ ჩაკვე შემცველი ესე თუ ისე მაინც ნუ ზურიკო შეცვლის რაღაცა ეხლა მაინც და კიტე როცა არ არის მოედნის ცენტრში აი ვაფშე აჭრილები ვართ რა ხო არა მოედნის ცენტრში ხო მაიკი კიტე და ქოჩორა უნდა იდგნენ ერთად რომ ძალიან კაი ის კონდეს რა ცენტრი მაგრამ просто ჩაკვეს ძალიან ის მომწონს რომ პონტი თუ გაკონტრიერიშის აი ეგრე მაგრა აი არავის ვერ მიაქ აი სასწაულად გადადის მე უეჭველით ხო და მაგიტო რომ კაი პასი შეუულია გააკეთოს ყველა ვარიანტში მცველები მაგარ შარში არის არც იციან ამასთან მიხვიდე იმასთან იქ ხუჩა და იქ ჯორჯია და ხო და აი ისეთი პონტია თან ის არის რა შორიდან დაგირყავს გაგიტანს ანუ მაგაშიც კაია რა და რაც იქ გადავიდა ინგლისში სათამაშოდ ბრძოლის უნარიანი გახდა ძალიან ის ჩაკვე ჩაკვე ატკატი რაღაცა ის გაიჩითა და ძალიან დიდი ძალაა პროსტა ეგრო აი ძალიან დიდი ძალაა ბაზარი არ არის კაცო ახლა ჩაკვე მე ძალიან მიყვარს და ზეთეცა ყორი ფეხბურთელია ჩემი მაგრამ პროსტა აი კიტე რო ალაგებს აი არ ვიცი ეგრევე გვეთყობა კიტეს გარეშე სიმშვიდე მოაქვს ცოტა იმაში რა ხო დაცვისხარეს იმენა მე თურქეთთან რასაც უყურე ისეთი შტაბეჭდილება დამშა რომ თითქოს ბიჭო იმან ძალიან დაგვრიდა პირველმა მომენტმა რა ხო და აი დაგვრიდა პროსტა ეგეც და მე შეთამაშებაც რაღაც ვითომ აი ცო დაბნეულები იყვნენ პირველ თამაშზე თქო ეგეთი შტაბეჭდილება დამშა არ ვიცი რატო მაგრამ რაღაც აი არა ფეხბურთია თავიდან რაღაც ეგეთი ის მოგდის გქონდათ რა იაღლიში რაც ხო მაგრამ ეგეთი ბრძოლის უნარიანობას მაინც საქართველოს ნაკრებიდან ეგეთ რაღაცასო 3-0-დან ბრძოლა და კინაღამ გავაწანაგეთ ბოლოს ხო აი მაგით გამოირჩევიან წინა ნაკრებები რაც იყო აი ჩაიქნებდნენ ხელს 3-0-ზე ვინ ითამაშებდა თუ ზვახარა და წავიდოდნენ დაიძინებდნენ მოედანზე 3-0-ზე კი 1-0-ზე არ თამაშობდით ხოლმე გოლის გაშვება იყო და ვსო არა ეს იმენა ბოლომდე ბრძოლობდნენ ბოლომდე იწვიან აი არ ჩერდებიან და უმაგრე კაია ხო ეგ არის ბოლომდე უყურებ და გულშემატკივრობ და ფეხებზე ერთადერთი ამ ნაკრების ფორმაციით რაც ნახე ცუდი თამაში ესპანეთ არ გქონდა რა ის ძალიან პროსტა აი ეგ ესპანეთი რატო არ ჩავარდნა იყო რა ძალიან ჰა ესპანეთი რატო არ ხსდება იმიტომ რომ ჩვენ უნდა ამოვაყნათ ეგ აია მომწონ შემართება არა მაგათ ბიჭო ერთხელ ხო საკალათბურთო ნაკრები რაც დაუმართეთ ზბა ეხლა ფეხბურთელებსაც ეშინოდეთ ხო ჩავტოვეთ ჯგუფში ხო ეგ ძალიან კაი იყო გენიალური იყო კაი რაღაცა ვქენით ეგ მე ფრანგებს რომ მოვუგეთ შოქი ბილივით ვიჯექი რა ხდება მეთქი თამაშ რო უყურებ ბოლომდე თა ხო ესე 3 წუთი დარჩა 2 წუთი მართლა ვიგებთ ამის და დავატირეთო მან ხო იცი ის მქონდა რომ ნაკომი მაქვს მე მგონი კიდევაც რომ ეს კალათბურთი დაიწყო ჯერ და მე დაეწია ფეხბურთი მეთქი პირველ ტაიმს უყურებ მეთქი პირველს რა 2 უყურებ და მე კი მომიწევს გადართვა თქო და ბაშვი რა ვაფშე ფეხბურთი აღარ მახსოვდა იქ პროსტა ანგარიში კონდა ჩართული ვინ გაიტანა რა მოხდა და
უყურებდით და უყურებდით კალორიულს რა. ხო, ზუსტად ეგრევე ვფიქრე. პირველი დაიბისვეეთი -20 ვიქნებით ალბათ და რაღაცა შეგდა დავიწყებ ფეხბურთს. რა ის -20 ბიჭო. ხო, ნელ რო დრო იწურება და რო არ გჯერა ჩვენ შვებით ამას ამიზდედავთ. თან ისე ვიგებთ რომ აი ბოლომდე ხვდები რომ აი მაგრა ვიგებთ. რაღაც პერიოდი ერვე მეშლებოდა. თან ფეხბურთს ხო ვერ უყურებ, იმიტომ რომ აგინდა რომ იყო. თან გონია რომ მეთქი ახლა აქ უნდა წავაგოთ, მეთქი ეგრე არ არის. ხო, საფრანგეთია მეთქი, უეჭველი წასაგები თამაშია და ბარემ გადამართვევინეთ მეთქი და ბიჭო არა მაგრაბესია. ეგ თამაში, ნუ ერთის მხრივ ძალიან გაგვიმართლა რომ ფრანგებმა ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდათ სამიანების. ჩვენ პირიქის შენგელიას ჰქონდა 4-დან 4 ჰქონდა. იმ თამაშის მერე რო გააგდეს რო ჩამოთვალა მსაჯები რო შენ და შენო ყველასო მაგის მერე ბიჭო ის აქ შენგელი ყველაფერი ჩაყარა ყველა თამაში ეთქობა რაღაც შემართებით ის მე რა მგონია იცი აი ის რო აქვს რომ ნერვიულობენ და არიქა და უნდა მოვიგოთ ეს თორე დაგვერხევა და რაღაცა რო აქვს საფრანგეთი რო გადიან და აი მოვიგებთ არ მოვიგებთ გასაკეთებელი გავაკეთეთ და მშვიდად არიან უფრო კარგად თამაშობენ თითქოს ეგეთი შტაბეში ფეხბურთის არ იყოს ახლა ამ ნაკრებშიც გამოჩნდნენ ტიპები ვინც სხვა მენტალიტეტის სასტავია რა და ცოტა სხვა შემართებით გამოდიან უკვე რა ფეხებზე კიდე ახლა მამუკელაშვილს და ბითაძეს ვერ გააკვირვებ იმით რა ვიღაცა სტარით რა და ვერ შენგელიას იდეაში და ვერც ვერავის რა არა ბითაძე აი სასტავია მოდი გადმომიგდეს ნახოთ აბა მოდი სანამ შენ მაგას ნახულობ 2 წამი იმის თქმა მინდა რომ უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს იმით რომ 30000 გამომწერზე ავედით მადლობა მეგობრებო ვინც გვიყურებთ ყველას დიდი მადლობა აუცილებლად გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და როგორც გითხარით კომენტარებში დაგვიწერეთ კითხვა შემდეგ სტუმართან და რომელი კითხვაც მოხდება გადაცემაში მას გადაეცემა საჩუქრად ლუდისას ჩვენი წარმომადგენლის და ბავარიას ჩვენი მეგობარი ლუდის კომბინირებული ნაკრები ბავარია ლუდი 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშა რა კარგი არ მეთქვა გიორგი არ შემეცვა რა კარგი იყავ ეს წიგნი გვაქვს პატარა 365 მიზეზი რატომ უნდა დალია ანუ ყოველდღე რაღაცის 10 მარტი ხო 10 მარტი კი ბატონო თევზე 10 მარტს უნდა დალიო მითხარი რა ხდება 10 მარტს ეს წიგნი კიდევ უნდა გადავაგდო არქივების დღე რუსეთიო და რა შუაში არ ვიცი მომეც ეგ ფურცელია მოგივი სისულელი 10 მარტი რა ხდება მაით 11 ნახე აბა იცი რა მოგეთესე იყოს 11 ან 9 რო 11 ეს რაღაც მე მგონი მარტი იმაზე არის აწყობი ეს ჩექმის დაბადების დღე არის ჩექმის დაბადების აუ 9 ამერიკო ვესპუჩის დღე აშშში ამერიკო ვესპუჩის დღე შეიძლება ბაზარი არ არის გადასარევი ეს არის 21 სექტემბერი მოდი ეს ვნახოთ აბა რატოს შენი დაბადების ვნახოთ პირველი ნახტომი პარაშუტით ყოფილა 21 სექტემბერს შესრულებული ილოცავთ გაიხსნა პირველი წარმატებული იყო თორე მანამდე წარმატებელი რამდენი იყო იმის დღე არ არის გვერდზე არ უწერე რომ ხსოვნის არის და მე მგონი ჩემი დაბადების დღე შენი დაბადების დღე არის თარჯიმნების საერთაშორისო კი 29 სექტემბერი საჩუქრები გამომიგზავნა ინტერნეტის საერთაშორისო დღეს ხონია 30-ში ატომზე მომუშავე მეცნიერების დღე 28 სექტემბერი 28 სექტემბერი ატომზე მომუშავე მეცნიერების მაგდ გიადვალმა უნდა დალიოს მარტო საქართველოში მეტი არავინ არ გუჯობს ის ჩერნობილის კატასტროფა როდის მოხდა მე მეკითხები 86-ში და არა ხო თარიღი 28-ის მერე რომ მოხდარიყო რაღაცას დავაკავშირებდი აპრილში იყო მგონი თუ არ ვწდები რაღაც განახეთ გაბუშენს ამოანათემერე რა სადაც მივდიოდი და ის რა ქვია დამკრძალავი ბიუროს ბანერი შემოხვდა ძალიან ისეთი სახალისო მე მომეწონა სასახლეები იტალიური ქართული და უცხოურები რა ხდება იტალია შემოვიერთეთ პირველ რიგში მაგითი დავლის და მე უკვე მუსიკებზე ვიყო ხოლმე უცხოურები ეგეთი პონტია ქართულები რუსულები და უცხოურები იყო გაზეთებზე რო ეწერა ხოლმე ეს უცხოური სასახლე რა მოგამბობს დროშების ფერები იქნება ალბათ შეიძლება ეგ არის ამერიკის დროშა გერმანიის დროშა
ფორმები არის ალბათ სხვადასხვა. ფორმები არის ალბათ სხვადასხვა. აბა არ მგონია რომ ხეში იყოს განსხვავებული. ფრანგულს რა ფორმა ეკრება? ფრანგულს დახვეული. ხო, უცხოურები შეგიძლია. უცხოურები სხვა ხისგან იქნება გაკეთებული რა. ან შეიძლება თვითონ ეს რეკლამა ძვირიჯდებოდა უკვე ბანერი დიდი გამოდიოდა რომ ჩამოეწერათ ყველა რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაზე შეეძლოთ და უცხოურები უყურდა საწავს. უცხოური იტალია იაფია. ან ის არის შეიძლება ქართული და იტალიური კლუბები უცხოური მუსიკები შეგიძლია კატაფალკაში უცხოური მუსიკები. მაგით აცილებენ მე კატაფალკა გენიალური რაღაცა. გასვენების ისინი არის ხოლმე ძალიან მაგარი რა. რაღაც გადაობები რო ხდება ხოლმე გასვენებებში რაღაც აი სასწაულ რაღაცეებს აძლევენ ხალხი აი სადაც რომ მიდიხართ რო ყვებიან ისტორიებს ბოლო დროს ალბათ აღარ ხდება უფრო ცოტა დაიხვეწა მაგრამ მე მახსოვს გასვენებაში ვიყავი და ანუ სადარბაზოში ვიყავი და ვიყავი შუშასთან რა იმაში სადარბაზო მეორე სართულზე და პირველ სართულზე ხედავდი ჩვეულებრივად შემოსასვლელს რა სადარბაზოში ვეწეოდი ხო და მახსოვს რომ ვიღაც ხალი მოდიოდა სიცილკისკისით ანუ როგორ მოდიოდა იცი აი ვიღაც ელაპარაკებოდა გვერდზე პირველი სართული ამოვიდა და აი მეორე სართულის აი ამ ქართულად როგორ არის რავი პრალეტარი რუსულად არ ვიცი როგორ არის ქართულ მაკიბის მარშზე აი სცენა დადგა და იღარა ოსკარი რომ ქონოდა აი სამი რომ ქონოდა სამივეს მიცემდი აი ის შეიცვალა ეგრევე მოიწყინა ხო ოიმე გაუგი იწირა იბღავლა რაღაცა და დარწმუნებული მე აღარ მინახავს მაგრამ დარწმუნებული წერო და არ ყდა რომ ჩავიდა ისევ სიცილით გავიდა სადარბაზოდან ალბათ ეგრევე რომ მოიწვია მაგრამ მეც მინახავს ეგეთი სცენა ბევრჯერ მინახავს მეც რაც ქვევით რომ ვაფშე სხვა რაღაცა ხდება და აიმე არა ნუ გასვენებაში ახლა ეგ ის არის რა ქვია მაგას ტირილი ძალიან ის არის ისედაც ბევრია და მე პარაშვიდებზე და იმაზე ცდილობ რომ გამხიარულო ჭირისუფალი პირიქით მაგ ჭირისუფალი ხო რო რაღაცა გადაატანი რა გარღვევა მქონდა უბრალოდ მიდი ხო თქვი რაღაც სისულელეს თქვასაპირე მიდი სულ მე ხო არ ვიტყვი სისულელეს გიორგი მიდი რა არა ნელ-ნელა გავედით ბოლოსკენ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი იმიტომ რომ აი მართლა ძალიან გამიხარდა კარგად გავერთეთ რა ვიცი მე ძალიან კმაყოფილი ვარ მაყურებელი სარწმუნებული ვარ ვიცინეთ რაღაც საინტერესო ვილაპარაკეთ კაი ყოფილა თქვენთან მოკლედ რა უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენს მაყურებელს მეგობრებო აუცილებლად გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები უღრმესი მადლობა ჩვენს წარმგეს ლუდისას და ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას და ჩვენს სტუმარს ოთარ საბაშვილს მადლობა გიორგი მადლობა მოწვევისთვის და გაიხარ კაი ბიჭები ხართ. გაგვიმარჯოს. მე აღარ მაქვს, მაგრამ დავისხავ, მაგრამ კაი იყო ძალიან გავერთე მეც. მადლობა. Thank you.